საღამოშუდების მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა გითხრათ, ძალიან მომენატრეთ, ძალიან დიდი დრო გავიდა, რომ თქვენთვის გაშლა არ გამიკეთებია. არ ვიცი რატომ, ალბათ დრო ვერ გამოვნახე და უფრო მეტად შესაძლებელია არ მოვინდომე. რაღაცატომ მოვისუსტე ბოდიშკილთით და ეხლა გთავაზობთ ერთ გაშლას. გაშლა იქნება სამ ვარიანტად, ოღონდ ამ ეტაპისთვის უფლებას გაძლევთ თვითონ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტები. შესაძლებელია კარტები კარგად არ გამოჩნდეს, ამიტომ 1-დან 3-მდე ციფრი, ანუ 1, 2, 3 ჩაიფიქრეთ თქვენ თვითონ რომელიც წინოდეს, რომელიც ციფრიც უფრო მეტად მოგხვდებათ, დახუჭეთ თვალები, რომელი ციფრიც უფრო მეტად გამოანათებს თქვენ გონებაში. შესაძლებელია სწორედ იქ იმალებოდეს თქვენთვის სასურველი ინფორმაცია. ანუ 1, 2, 3, რომელიც ციფრიც უფრო მეტად დაგიძახებთ. იქნება პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. სამ ვარიანტად გვაქვს გაშლა. მე როგორც ყოველთვის ისევ შევეცდები კარტების გამოჩენას. პირველი, მეორე, მესამე. იმედია კარგად დაინახეთ. ვინც ვერ დაინახეთ, შეიძლება დააპაუზოთ ვიდეო. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, მე ვიწყებ მათთვის, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი. და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ თქვენ ხართ იმპერატრიცა, თქვენი ცხოვრების იმპერატრიცა. ოჯახის მანდილოსანი, ქალბატონი, რომელიც უზრუნველყოფილი ხართ თუ ყველაფრით. გაფასებენ ოჯახის წევრები. და ეს დაფასება არ მოდის ისე ტყვილას და ეს დაფასება და სიყვარული. ამას ნამდვილად იმსახურებთ, ხართ ერთგული, ხართ მოსიყვარულე, ხართ მშრომელი ადამიანი და ხართ ადამიანი, ვინც კმაყოფილია თავის ცხოვრებით და უკვე ყველაფერი აქვს. უზრუნველყოფილია თავის ცხოვრებით და თავის განვლითად შესაძლებელია იყოს კმაყოფილი. ადამიანს ახლა ამ დროისათვის მიჯაჭვულობა აქვს რაღაც მიზანზე, რაღაც მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი კმაყოფილია, ადამიანს ყველაფერი აქვს ამ დროისათვის, ადამიანს აქვს რაღაც სურვილი, რისი ასრულებაც უნდა, რაზედაც უნდა რაღაც მოქმედების განხორციელება. ეს სურვილი შესაძლებელია ყველასთან დაფიქსირდეს სხვადასხვაგვარი, რა თქმა უნდა, მეგობრებო, ყველასთან ერთნაირი ვერ აღმოჩნდება სურვილი. თქვენ გულებში ჩაიხედეთ და ვის გულშიდაც რა სურვილი ტრიალებს, ეხლა ყველაზე მეტად ვის რა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, მინდა გითხრათ, გაგახაროთ, რომ ეს სურვილი ხდება თქვენ ცხოვრებაში, ეს სურვილი კი არ ხდება თქვენ ცხოვრებაში, ეს სურვილი მოფრინავს თქვენ ცხოვრებაში, იმაზე უფრო მეტად განვითარდება ეს სურვილი თქვენ ცხოვრებაში და ახდება, ვიდრე თქვენ ფიქრობთ და წარმოგიდგენიათ. ახლა შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი უბრალოდ ფიქრის ეტაპზე იყოთ და დამთავრებულიც კი არ იქნებათ ფიქრის ეტაპი, თუ რა ქნა და რა მოიქმედოთ, უკვე განხორციელებას იწყებთ ეს სურვილი თქვენ ცხოვრებაში. არის სურვილის ასრულება და ძალიან სწრაფი ენერგიებით. შესაძლებელია ზოგიერთებთან იყოს სურვილი რაღაცის განახლება, შესაძლებელია რაღაც მოძველდა თქვენ ცხოვრებაში და თუ ასე მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწრაფად განახლდება ეს სიტუაცია, ურთიერთობის თუ უბრალოდ მატერიალური. შესაძლებელია აქ ბევრი მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ადამიანი უზრუნველყოფილია ყველაფერი აქვს, შესაძლებელია რაღაც ცუდზედაც იყოს მიჯაჭვული ზოგიერთი თქვენგანი, შესაძლებელია უბრალოდ ადამიანი ავამტყოფობდეს ეხლა. თუ ადამიანი ავამტყოფობს ამ დროისათვის, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწრაფად გამოჯამრთელდება, ადამიანი ჩაკეტილი სივრცეშია, ადამიანი ფიქრობს ძალიან ბევრს, იმდენს ფიქრობს, რომ ზოგჯერ შესაძლებელია ამდენმა ზედმეტმა ზოგჯერ სულელური ფიქრებიც კი მოდიოდეს სავში და ძალიან ბევრმა ფიქრმა შეიძლება გადაგადგმოთ არასწორი ნაბიჯი და არკნები გეუბნება, გაფრთხილებთ, რომ არ გინდათ ძალიან ბევრი სტრესის მიცემა, არ გინდათ ძალიან ფიქრი
და ჩემი მაყურებლების ძალიან ბევრი პროცენტი ეხლა მინდა რომ აქ გითხრათ რომ აქ არის რაღაცის მოლოდინში, რაღაც ფინანსების განვითარების მოლოდინში, რაღაც ახალის განვითარებაში, რაღაცას უკვე ელოდება, რაღაცა უკვე გზაშია და ის რასაც ელოდებით მეგობრებო ძალიან მალე განვითარდება. ეს ზოგთან იქნება ახალი სამსახური, ზოგთან იქნება რაღაც მატერიალურის მოლოდინი, რაშიდაც უკვე ფინანსების ჩადვა. ადამიანი უკვირდება, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, როგორ მოდის მანამდე. და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად მოდის, მეგობრებო, თქვენამდე არ ჩაიციკლოთ, არ გინდათ ამდენი ფიქრი. კიდევ არკნება დააფიქსირეს, დამატებით არკნება დააფიქსირეს ის კიდევ რომ ძალიან ბევრი ელოდება ფინანსების განვითარებას. ელოდებით ფინანსების განვითარებას, ძალიან მალე განვითარდება ფინანსები. ჩადევით რაღაცის გასანვითარებლად ფინანსები ძალიან მალე აღმოცენდება ეს ფინანსები. თქვენ ხართ სტაბილურ მდგომარეობაში, არამედ სტაბილური, არამედ კმაყოფილი. ისედაც კმაყოფილი ქალბატონი იყავით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენთან კიდევ ზოგიერთების შემთხვევაში არის ფინანსების მეფე. ადამიანი არის ფინანსურად მდგარი, ადამიანი არის ფინანსების მეფე და მიუხედავად ამისა, რომ ფინანსების მეფეა და საკმარისზე მეტი გაქვთ ყველაფერი, თქვენ კიდევ ველოდებით რაღაცის განვითარებას, იმის განვითარებას, რაშიდაც ფინანსები ჩადევით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე განვითარდება, ძალიან მალე იზეიმებთ ამ ყველაფერს. ძალიან ცოტა 100%, ძალიან ცოტა რაღაც მცირე ნაწილი შესაძლებელია განიცდიდეს უენერგიობას, იყოს ცუდად ამ დროისათვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვინც ასეთ მდგომარეობაში ხართ, ძალიან მალე გამოყვათ მდგომარეობიდან. ზოგიერთების შესაძლებელია იყოს სტრესში, ანუ მიეცემით სტრესს ამ მდგომარეობისთვის, იმიტომ რომ აქ სტრესის მომგვრელი სიტუაცია უბრალოდ არ ვითარდება. თუ თქვენ სტრესში ხართ, ეხლა თქვენ თვითონ უქმნით საკუთარ თავს სტრესს, რადგან თქვენ სტრესის მიზეზი არ გაქვთ, მეგობრებო. ანუ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, აქ არის იმპერატრიცა, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფილია და რაღაცაზეა ჩაციკლული, მიჯაჭვული, რაღაცაზე ფიქრობს, რაღაცის განვითარებას ელოდება და მინდა გითხრათ, რასაც ელოდებით, ეს ძალიან მალე განვითარდება თქვენ ცხოვრებაში. იმაზე მეტი სწრაფად, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, მეგობრებო. ეს ერთი, მეორე, შესაძლებელია ვინმე ავადმყოფობას განიცდიდეს, ძალიან მალე გამოჯამრთელდებით. მესამე, ვიღაცა სტრესს არის მიცემული, უსაფუძვლო სტრესს და მოიშორეთ სტრესი, რადგან ამ სტრესის მიზეზი არ გაქვთ, რადგან რაც გაქვთ გულის ნადები ძალიან მალე მოდის თქვენ ცხოვრებაში. და მეოთხე, აქ არის ფინანსების მეფე, რომელმაც რაღაცაში ჩადო ფინანსები და ეს ფინანსები ძალიან მალე მოუტანს წინსვლას განვითარებას. მეხუთე, მინდა დავამატო, რომ აქ შეიძლება ვინმესთან იყოს ჯვრისწერა, ვიღაცასთან იყოს ხელწერა და ვიღაცასთან და ზოგიერთები შესაძლებელია უბრალოდ მოხდეთ რხინის სუფრაზე. და აქ შემთხვევით კარტი დამივარდა ხელიდან და მინდა გითხრათ, არც ამ კარტს დავტოვებ უყურადღებოთ ამ არკანს, რომელიც არკანის თავისით გადმოფრინდა დასდიდან. ეს იყო ფინანსების კარტი, ძალიან დიდი სიბარაკის მომასწავებელი არკანი და ძალიან ხშირად ეს არკანი აღნიშნავს მატერიალურს, სახლის ყიდვას, მანქანის ყიდვას, ბიზნესის განვითარებას. თქვენ გულებში ჩაიხედეთ, ვისაც რა გინდათ, სწორედ აი ამას მიგითითებთ არკანი. მოიჩხარეს მეგობრებო წინსვლა და განვითარება, მოიჩხარეს თქვენ ცხოვრებაში და ახლა ერთი არკანს კიდევ დავამატებ. ლენორმანის დასიდან ამოვიღებ ერთ კარტს და ვნახოთ, აბა კიდევ რა დაფიქსირდება. დამატებით აღარც კი საჭიროა და სიბრძნე, მეგობრებო, სიბრძნე. თქვენ გაქვთ სიბრძნე, თქვენ ხართ ბრძენი ადამიანი, თქვენ იცით რა და როგორ უნდა განვითარდეს თქვენ ცხოვრებაში. თქვენ რო რაღაცის განვითარება გინდა, თქვენ რო რაღაცის წინსვლაზე ფიქრობთ, თქვენ უკვე დაგეგმილი და შემუშავებული გაქვთ ეს გეგმა, ეს ვითარება. აი სწორედ ასეთი ადამიანები უყურებთ პირველ ვარიანტს. გილოცავთ, მეგობრებო. მართლა ყოველივე საუკეთესო დააბედოს თქვენ ცხოვრებაში და გადავედი მეორე ვარიანტზე და მეორე ვარიანტი აქ არის რხინის ზეიმი, მეგობრებთან კეიფი, მეგობრებო. თქვენ მოხდებით დაბადების სუფრაზე, შესაძლებელია უცებ მეგობრებმა ზეიმი გადაწყვიტოს, რაღაც აღნიშნოთ. რხინის სუფრაზე მოხვდეთ რა კეიფი დროს ტარება მეგობრებთან ერთად. ძალიან სასიამოვნო. კიდევ რა.
აქ სტრესი, ქურუმი ქალი ფიქრობს ოჯახში, ოჯახის წინსვლაზე, ოჯახის განვითარებაზე. აქ არის ქალმა, რომელმაც იცის შავი და თეთრი და როგორ მოარგოს სიტუაციას, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ და რანაირად იმოქმედოს და ეხლა სტრესში იმყოფება ქალბატონი და როდესაც ასეთი кейფი და ხინის სუფრაზე და მეგობრებში დროის ტარება მოდის, რაზეა ჩაციკლული ქალბატონი არ ვიცი, მაგრამ ქალბატონი ძალიან მალე გამოვა სტრესიდან, გამოვა ჩაკეტილობიდან, ის განავითარებს თავის ოჯახის ფინანსებს. შესაძლებელია ცოტა ეხლა იყოს ფინანსების პრობლემა და ამაზე იყოს ჩაკეტილი ქალბატონი, მაგრამ ეს არის ქალბატონი, რომელმაც იცის რა და რა დროს. რა როგორ რა დროს და ის ჩაკეტილობა რაც გაქვთ ეხლა და რაზედაც ფიქრობთ ძალიან მალე მოგეხსნებათ მეგობრებო, რასაც არ უნდა აღნიშნავდეს და უფრო მეტად აქ არკანი მიუთითებს ფინანსებს და ფინანსები განვითარდება თქვენ ცხოვრებაში. აქ კიდევ სიყვარული დაფიქსირდა მეგობრებო, აქ დაფიქსირდა სიყვარული, აქ დაფიქსირდა ისევ იმპერატრიცა, აქ არის იმპერატრიცაზე, რომელზედაც შეყვარებულია მამაკაცი, მამაკაცი ახლა გზას იკვლევს თუ როგორ მოვიდეს იმპერატრიცამდე. აქ შესაძლებელია ძალიან ბევრთან დაფიქსირდეს მეგობრებო, ასაკში სხვაობა მამაკაცსა და ქალბატონს შორის. აქ არის იმპერატრიცაზე შეყვარებული მამაკაცი და ეს სტრესი არის ფინანსები მეგობრებო, მხოლოდ ფინანსები. მამაკაცი შესაძლებელია ცდილობდეს მისვლას თავის იმპერატრიცასთან და მაგრამ აქვს სტრესი ფინანსების მიმართ და მინდა გითხრათ თუ ასეა თქვენთან ძალიან მალე განვითარდება ფინანსები, გამონახავთ გზას ფინანსებისას, იმისათვის რომ თქვენი გულის საწადელია აესრულოთ. ეხლა მამაკაცი შესაძლებელია მუშაობდეს ფინანსების განვითარებაზე ან გზების ძებნაზე, თუ რომელი გზით მიუახლოვდეს თავის საყვარელმა ანდილოსანს. აქ არის პატარა შეთავაზება, პატარა საჩუქარი, ეს არ არის დიდი საჩუქარი, პატარა საჩუქარი მამაკაციდან განმოდგმული ნაბიჯი. შესაძლებელია იყოს ბამბანერკა, შესაძლებელია იყოს რაღაც ელემენტარული, რითაც თქვენი გულის გახარებას შეეცდება ადამიანი. და კიდევ დავამატოთ როგორც პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტსაც შევთავაზოთ ლენორმანიდან ინფორმაცია და აქ სიყვარული მეგობრებო, აქ შესაძლებელია იყოს პატარა ფინანსები, მაგრამ ძალიან დიდი გული, ორი ადამიანი შეყვარებულია ერთმანეთზე, ორ ადამიანს ძალიან უყვარს ერთმანეთი. აქ არის მხოლოდ ერთი პატარა პრობლემა, ფინანსები და მინდა გითხრათ რომ ეს ფინანსები ძალიან მალე დასტაბილურდება. აი ეს ინფორმაცია იყო მეორე ვარიანტისთვის და გადავალ მესამე ვარიანტზე. აქ სამართლიანობაა მეგობრებო, ანუ მაღალი ძალები მიგანიშნებენ სამართლიანობას, არ უნდა ჩაიდინოთ რამე უსამართლობა, არ დაიბინძუროთ აურა, არ დაიბინძუროთ თქვენი კარმა. სამართლიანობას ითხოვს მაღალი ძალები, შესაძლებელია ითხოვდეს სამართლიანობას, ან კიდევ შესაძლებელია იყოთ უსამართლობის მსხვერპლი. დავნახოთ კი, აქ არის გატეხილი გული, აქ არის გულნატკენი ადამიანი და აქ არის ადამიანი, რომელიც თulis რომ არ იმსახურებს ამ გულის ტკივილს, რომელიც მან შესაძლებელია სასიყვარულო სფეროში რომ უბრალოდ მეგობრებიდან მიიღო. აქ არის სამართლიანობა და სუსტად ეხლა დამტკიცა თუ რას მიუთითებს სამართლიანობა. იმდენად ხართ გულნატკენი მეგობრებისგან, რომ შესაძლებელია მაღალ ძალებს თხოვდეთ სამართალს. და მინდა გაგახაროთ, რომ აქ ყველა სამივე ვარიანტში დაფიქსირდა იმპერატრიცა. სასწაულია პირდაპირ თითქმის აზრი არ ქონდა ვარიანტებად გაშლას, რადგან სამივეგან
ადამიანი თავს მიიჩნევს იმპერატრიცად ან კიდევ თავის საყვარელი მამაკაცი თulis იმპერატრიცად. აქ არის გულგატეხილი ადამიანი, მეგობრებო და ადამიანი მეგობრებისგან არის გულგატეხილი. და მეორე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ ის, რომ ადამიანთან ერთი სასიყვარულო სფერო მოკვდა, განადგურდა და ეხლა შემოდის თასების მეფე, და მინდა გითხრათ, რომ აქ იმპერატრიცა და თასების მეფე შემოდის ერთად ურთიერთობაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმპერატრიცის ცხოვრებაში რაღაც დასრულდა, აქ წარსულის მამაკაცი მისი ცხოვრებიდან წავიდა და შესაძლებელია ითქვას მამაკაცი განადგურებულია წასულია, რადგან შესაძლებელია მამაკაც არ უნდა და თავის ცხოვრებიდან იმპერატრიცის წასვლა, მაგრამ რა სიზამთ, აქ იყო წარსულში იყო ძალიან ბევრი გულის ტკივილი, უთანასწორობა ერთმანეთში, რამაც მოიტანა ურთიერთობის ნგრევა. იმპერატრიცა გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე და მის ცხოვრებაში შემოდის თასების მეფე. ანუ თასების მეფე ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხართ მეგობრებო და ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თქვენი გულისთვის. სიყვარულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. აქ კარმა ძალიან ბევრთან წარსული დასრულდა მეგობრებო, გულის ტკივილით და უთანასწორობით, მაგრამ რაღაც ძალიან ცოტას პროცენტში შესაძლებელია ის, რაც მოკვდა წარსულში თქვენთან, ხელთავიდან იჩინოს თავი და ხელთავიდან განახლდეს ურთიერთობა და ხელთავიდან ახალი ნაბიჯი გადმოდგას მამაკაცმა ამ ურთიერთობაზე, რადგან მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ თქვენ მიუხედავად იმისა, ბევრი ტკივილისა, ბევრი სტრესისა, ურთიერთობის დასრულებისა, მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ თქვენ ხართ ეს ადამიანი, რომლის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ერთადერთი გზა არის თქვენთან დასაბრუნებელი, რათა მოვიდეს თქვენთან და გითხრათ თუ რა მნიშვნელოვანი ხართ მის ცხოვრებაში და ეხლა შესაძლებელია სწორედ ეს მამაკაცი ელოდებოდეს უფრო მეტად იყოს გეგმების შექმნის პროცესში, თუ რა გეგმა გამოიმუშაოს თქვენამდის მოსასვლელად, როგორ მოგიხადოთ ბოდიში, როგორ გითხრათ, როგორ მოინადიროს თქვენი გული ერთი სიტყვით და როგორ დაიბრუნოს თქვენი გული უკან, ეს არის წარსულის მამაკაცი, რაც კარმულია თქვენ ცხოვრებაში. და ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მესამე ვარიანტს, აქ იყო სამართლიანობის არკანი დაფიქსირდა, რომელზედაც ადამიანს გული ჰქონდა ნატკენი მეგობრებისგან და შესაძლებელია მაღალ ძალებს თხოვდა სამართლიანობის აღდგენას. ეს ერთი, მეორე, აქ იყო იმპერატრიცის ცხოვრებაში რაღაც წარსულის დასასრული, გარდაცვალება, ადამიანის განადგურება, მამაკაცის განადგურება და იმპერატრიცის ცხოვრებაში ახალი მამაკაცის შემოსვლა, რომელიც სიყვარულით სავსეა. მესამე ვარიანტად კი წავიკითხეთ ის, რომ შესაძლებელია ბევრთან წარსულის მამაკაცმა დიდი განშორების მერე აღმოაჩინა, რომ თქვენს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ხელთავიდან ემზადებოდეს ნაბიჯების გადმოსადმება თქვენთან ურთიერთობაში და ვისთანაც ეს ასე მოხდება, მინდა გითხრათ, რომ ეს კარმული ურთიერთობაა და კარმა აბრუნებს ამ მამაკაცს თქვენ ცხოვრებაში. ახლა კი დავიხმარ ლენორმანის დასწრას და ნახოთ ლენორმანი რას გთავაზობთ. მესამე ვარიანტისთვის ლენორმანი. დახურული ინფორმაცია, მეგობრებო, რაღაც მოდის თქვენ ცხოვრებაში, რაც ამ დროისთვის კიდევ დახურულია. ბევრთან შესაძლებელია იყოს რაღაც ცოდნა, რაღაც სწავლა, რომელსაც არ იყენებ
და თუ ასია თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი ამ წარსულის ცოდნის გახსნის და გამოყენების, მაგრამ ბევრთან კიდევ შესაძლებელია ეს დახურული ინფორმაცია იყოს სიყვარული, სასიყვარულო თემა თქვენ ცხოვრებაში შემოდის სიყვარული თუ ჯერ არ იცით და აქ არის თაიგული თქვენ ცხოვრებაში შემოდის თაიგულიანი მამაკაცი და შესაძლებელია ასევე მოგიწიოთ მოგზაურობამ. მე კი ახლა ამით და გემშვიდობებით ზამივ ვარიანტს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში.